დაბადებული ბერლინში 1886 წლის იანვარში, ორკესტრის დირიჟორი. აქ ახსენებთ, რომ პარტიის წევრი არასდროს ყოფილიყარ. სიმართლე. ეს პერსონაჟი ვილჰელმ ფურტვენგლერია, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გერმანელი დირიჟორი. ახლა ის დაკითხვაზე იმყოფება. მას ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობას ედავებიან და დენაციფიკაციის კომისიის ხელოვანთა ტრიბუნალი ელოდება. არაპირებთ, რომ მოგვიყეთ, როგორ დაიჭირეთ მარჯვენა ხელში დირიჟორის ჯოხი, რომ ადოლფისთვის სალამი არ მიგეცათ და თვალი არ ამოგეთხარათ. გამომძიებელი ამერიკელი მაიორი დებორა არნოლდია. მისი მიზანია დანაშაულის აღიარებასთან ერთად ფურტვენგლერს გაკეთებული არჩევანის გამო პასუხისმგებლობა აგრძნობინოს. კარგი. მაშინ ის გითხარით, პრუსიის საბჭოს საიდუმლო კანცლერი ხომ იყავით? პარტიის არაწევრი. ეს როგორ მოგივიდათ? ბრიტანელი დრამატურგის რონალდ ჰარვუდის გახმაურებულ პიესაში არსებითია საუბარი არჩევანზე, ზნეობაზე, მორალზე, ჰუმანურობასა და სისასტიკეზე, ძალადობაზე, ადამიანის ნებაზე, გაკეთებულ სიკეთეზე, ჩადენილ დანაშაულზე, შეცდომებზე, შეუწყნარებლობაზე. მე ყველა გერმანელთან ეკითხა. რატომ ეხმარებოდით ებრაელებს გაქცევაში? რატომ? არ მაქვს პასუხი. სპექტაკლის პრესრელისში ვკითხულობთ, შეიძლება თუ არა გამიჯნო ხელოვნება და პოლიტიკა. იცხოვრო და იმუშაო მშვიდად მას შემდეგ, რაც ეშმაკს ჩამოართვი ხელი. შეუძლია მუსიკას ადამიანის სულის გათავისუფლება. რონალდ ჰარვუდის ეს დამატყუებელი პიესა ამ და ბევრ სხვა მნიშვნელოვან შეკითხვას სვამს. პარტიას ღიად იმიტომ არ დავუპირისპირდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. მე ამით ვერანაირ სარგებელს ვერ მოვიტანდი. ყოველთვის მჯეროდა, რომ დიდებული შედევრის ერთხელ შესრულება უფრო ძლიერ არ ყოფდა ბუხენვალდს და აუშვიცს. როცა ვაგნერის და ბეთჰოვენის მუსიკა ისმის, ადამიანები თავისუფლდებიან. მუსიკა მათ გაიტაცებს ისეთ ადგილებში წაიყვანს, სადაც არ არსებობენ მოქმედები და არ არსებობენ ჯალათები. დამწვარი კანის სუნი იგრძნია. ბუნებრივია, ხელოვანი, კარგი ხელოვანი განსაკუთრებით და თავის საქმეში უკიდურესად შეყარებული ხელოვანი, რა თქმა უნდა, ცდილობს თავი არიდოს ყველაფერს და მას არ შეეხოს, მხოლოდ დაკავდეს თავისი ის, რაც მას შეუძლია და ის, რაც მას უყვარს და ის, რაც მას უნდა. მარტო ის აკეთოს, მაგრამ ამაზეა ეს პიესა, რომ ესე უმეტეს შემთხვევაში შენ არ ახარ მხოლოდ შენი თავის საკუთარი შინაგან მეს გამოხატვისთვის დაბადებული, შენ ხარ ნაწილი საზოგადოების და შენ ხარ ადამიანი და შენ როგორც ადამიანსაც გაქვს მოვალეობები. ნიჭი არ განთავისუფლებს არჩევანის გაკეთების აუცილებლობისგან და
გენიალურობაც კი არ ანთავისუფლებს ამას. მოგეხსენებათ გებელსა და გერინგს შორის მუდმივი ბრძოლა იყო იმის თაობაზე თუ ვინ მართავდა ფაშისტურ კულტურას. ჩემნაირი და რიხარდ შტრაუსის მსგავსი ადამიანები უბრალოდ შუაში აღმოჩნდით. მე ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ ხელოვნება და პოლიტიკა ერთმანეთს უნდა გაენიჭნოს. შეიწერე? და გენიალურობა კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გადლევს, იმიტომ რომ გენიალურობა მიმზიდველია სისტემისთვის. და ის ყოველთვის თითქმის ყველა სისტემა ცდილობს ნიჭი გამოიყენოს საკუთარი თავის რეკლამისთვის. სხვა დივიდენდი ხელოვანისგან არ აქვს მთავრობას. გარდა უბრალოდ მისი სახელის და სახის გამოყენებისა. ბუნებრივია ხელოვანი ცდილობს ამას აცდეს, მაგრამ რაღაც მომენტში ესე არ ხდება. რაღაც მომენტში შენ ავალდებული ხარ რაღაც არჩევანი უნდა გააკეთო. როგორც ამ შემთხვევაში ფურც ვენგლერმა რაკნა ხელი ჩამოართვა გიტლერს, მეტი არაფერი. კი გაიწმინდა ეს უსახოცით ის გებელს, მაგრამ გიტლერსაც ჩამოართვა. უბრალოდ იმის კადრები არ არსებობს. კადრები არსებობს დოკუმენტური, როგორც ჩამოართვა და მე უსახოცით გაიწმინდა და დამალა ეს. ვერ გაიწმინდა იმ ხელს უსახოცით საბოლოოდ რთულია. ეს ჯოჯი ქრჩება ყოველ სამამაზეა. 1942 წლის 19 აპრილზე რას გეტყვი? ადოლფის დაბადების დღის წინადღე. თუ აქაც თქვენი მოსაზრება რომ პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთს უნდა გაენიჭნოს ემთხვევა? არა. მე მომატყუეს. დიახ მომატყუეს. არა სიმართლეს ვამბობ. სიმართლეს. მე კიდევ მგონია რომ გარიგება და არანაირი გარიგება მე არ დამიდია. მე მხოლოდ უმაღლესი მუსიკალური სტანდარტების შენარჩუნება მაღელვებ და ვთვლი, რომ ეს ჩემი მისია. მივხვდი რომ ყველა გმირი ვერ იქნება. როგორც მაგალითად პირველად გავიგე მახსოვს ექიმებმა თქვეს რომ ეს ტკივილ რეზისტენტული არისო ადამიანი. ესე იგი ტკივილსაც კი სხვადასხვანაირად ვიტანთ ადამიანები. ანუ ვიღაცას მართლა არ ტკივა, შეიძლება ურტყვა და არ ტკივა, ხო, ფიზიკურ ტკივილზე ვამბობ. ზუსტად ისე ვიღაცა არის გმირი და ვიღაცა არა და ვერ იქნება ის გმირი. და ალბათ არ უნდა მოვთხოვოთ ადამიანებს. მარტივია, როდესაც განსაკუთრებით ამ სოციალურ ქსელებში დაждდებიან აი ესე მარტივად გადაჭრიან ვიღაცის ცხოვრებას და პირდაპირ დააყენებენ კედელთან და რომ იცეს საშუალება დახურეთენ, სულ ფიქრობ ესე მარტივად როგორ ცხოვრობენ. შურს კიდევაც ხუმრობ, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, რომელსაც ეს პრიმიტიულად შეუძლიათ ცხოვრება. და ესე მარტივად განსაჯონ, რომ აი ეს არის თეთრი, ეს არის შავი და მორჩა. ყველას აქვს თავისი რაღაც, თავისი გასამართლებელი, თავისი პოზიცია, თავისი ის პერსონაჟიც ხო ყვება იქეთი ცაგაესი ხო, რომ აი წარმოიდგინეთ მე ვოცნებობდიო, რომ ყურადღება მოექციაო და საერთოდ რო არ გაეშვათ ებრაელები სადაც გაეშვათ, ვაკანსიაც კი არ გამოჩნდებოდა ჩემთვის. მინდოდა ამ ძალა უფლების ქვეშ ყოფილიყავ. იქ პირადი რაღაცა დამოგვის უბრალოდ კი არ დააბეზღა მხოლოდ მთელი ამბები ეს ცხოვრებისეული დრამაა, ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ, შეგვამჩნიონ და არ ვარსებობთ. და მე სად გორდება ეს ჩვენი ბოროტი აზრები თუ ბოროტება, არავინ არ ვიცით. რა მომენტში შეიძლება დაგვიცურდეს ფეხი და ჩვენც გავხდეთ არც ისე კარგი, კარგ საქციელებს არ ჩავიდენდე. ის მოულოდნელად აღმოჩნდა ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი დიქტატორმა ჩაიგდო ხელში. ხო, და დიქტატურის დროს ხელოვნებაც ეკუთვნის პარტიას და თუ კი მე მინდა ვიყო დირიჟორი, ჭირდება ორკესტრი. და ორკესტრი მეყოლა მხოლოდ მაშინ თუ კი მაქვს ურთიერთობა ძალაუფლების მქონეებთან, ანუ პარტიასთან. გამომძიებლისაგან განსხვავებით, პოლკოვნიკ ვოლკოვს კარგად ესმის დირიჟორის. ის საბჭოთა კავშირიდანაა და დიქტატურის პირობებში ცხოვრების გამოცდილება აქვს. მან კარგად იცის ის, რაც ამერიკელისათვის გაუგებარია. ხო, ვერ იგებს, ვერ იგებს.
ის დროს უნდა უბრალოდ ამოიძირკოს და ამოიშანთოს, იმიტომ რომ მათ შექმნეს დიქტატურის დაბადების აუცილებლობა. კონკრეტულად ჰიტლერის თუ მთელი სისტემის ალბათ ნაწილობრივ ამაში მართალია. მზაობა ხდება ალბათ. არ შეიძლება ვიღაცა ერთი მოვიდეს და უცებ ყვებოდნენ, ხო ჯეროდა. შეიძლება ზუსტად მართლა არ იცოდნენ ბოლომდე რა ხდებოდა, ეხლა მე არ ვამბობ რომ ყველა მიცოდა, მაგრამ ეს რომ მოწონდათ და ამას ხელს უწყობდნენ, სიხარულით ეგებებოდნენ, ეს ხო ფაქტია, კადრებიც გვაქვს ბევრი ნანა. მთელი სისტემა შეიქმნა, ხო. თქვენ გამოგიცდიათ ტერორის მეფობა. Čer imis cenzūras vītne, ras āko. Tikris cenzūras vītne. Da pos, krcnāpās sādem cenzūras. Amis შემდეგ იწყება დიდი დეგრადაცია. პიროვნება პარალიზდება და მის ადგილას გრჩება цаრიელი კანი. აბრისგან თავისუფლდები. ეს საშინელი ძალა გათავისუფლებს ქიმერისგან, სინდისისგან. პირიქით თავისუფლებას გზნობ, იმიტომ რომ პასუხისგებლობისგან განთავისუფლებს ის მანქანა თუ პიროვნება თუ კულტი და შენ გზნობ რომ შენ ძლიერი ხარ, გაცილებით უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც ეჭვები გააქვს, სადაც არჩევანი უნდა გააკეთო, იქ ბუნებრივია გაუბედაობაც გაქვს და ეჭვებიც და რეფლექსიაც და ასე შემდეგ და ჩვენი ქვეყანაც აი ახლა ამ იმაზეა ხო გზაგასაყარზე ჩვენ თავისუფლებასთან ერთად თუნდაც პირდაპირ ველოდით მას უბრალოდ სიხარულ უბრალოდ კეთილდღეობას და კეთილდღეობა ისევ და ისევ ჩვენი საქმე და შეიძლება მოვიდეს კიდეც მაგრამ ის რომ შენ პასუხისგებელი ხარ შენი თავის ეს ამას ჩვევა უნდა ის რომ აი რა ცნობილი ფრაზა პესყვა ლაპარაკობ ცნობილი ეს რომ აი 40 წელი უნდა იაროს როგორც მოსე მატარა ებრაელები მონობიდან რომ გამოეყვანა ეს მართალია 40 წელია თუ რამდენიც არის უნდა გამოიყვანოს ადამიანში უნდა ადამიანმა უნდა გამდევნოს შიში არჩევანის გაკეთების პასუხისგებლობის აღების ეს არც ეს ყველასთვის არ არის თავისუფლება რა თქმა უნდა სუსტი ადამიანი განსაკუთრებით ნაკლებად საკუთარ თავში დაჯერებული ადამიანი ადვილად აძლევს საკუთარ ნებას სხვას და სხვისი ძლიერებით როგორც როგორც მიმიკრია ხო არსებობს ბუნებაში ესე აი ეს სარგებლობს სხვისი ძალის ნაწილი ხდება და ამით თვითონაც ძლიერდება ნეჩვენება ეს ფურთვენგლები მან ჩემი არსებობის შესახებაც კი ცოტა მეორე ვიოლინო Pirjori არის ისეთივე დიქტატორი. ის ფლობს ისეთ ძალას, რომელიც გაძლევს რწმენას და იმედს. ის წესრიგს ამყარებს. და მე მინდოდა რომ აი ამ ძალაუფლების ქვეშ ყოფილიყავი. თქვენ იცით რა, თქვენ უბრალოდ არ იცით რა არის ეს ფილოსოფოსო. საპროცესო გარიგების შესახებ თუ ხსმენია. სპექტაკლში მნიშვნელოვანი პერსონაჟია მეორე ვიოლინო, ულრიკე როდე. ნაკლებად ნიჭიერი და მშიშარა ადამიანი, შანტაჟის ქვეშ თავის გადასარჩენად რეჟიმთან თანამშრომლობდა, როგორც დამსმენი. სწორედ ამ თვისებებს იყენებს გამომძიებელიც და მისგან ფურტვენგლერზე კომპრომატებს ითხოვს. თანხმდებით და მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ფაშიზმი იყო
არსებული ბოროტება და ვინც იმას ურიგდებოდა და ვინც მით უმეტეს კარიერული რაღაცა წიაღსვლებისთვის ალბათ უფრო დაბიოდა მიუღებელი იყო ვიდრე ვთქვათ ეს ქალი რომელიც იძიებს ამ საქმეს და უნდა რომ გაიყვანოს სიმართლეს მიაღწიოს და ვთქვათ ურიგდება იმიტომ რომ კიდევ უფრო დიდი და მობიტიკს ვეძებო და არა მოლუსკებსო ანუ დიდ თევზზე გავიდეს ასე ვთქვათ და უფრო დიდი ბოროტება დაამარცხოს ფურტვენგლერის სახით და ამიტომაც ურიგდება ნუ ესეთი თუ შეიძლება რომ გამართლება მოუყო ნუ ალბათ არის მაინც განსხვავება იმიტომ რომ გაიმარჯვა ჯერ ეს ერთი ფაშიზმზე მსოფლიომ და მათ შორის ამერიკამ და ამიტომ ნუ ამ კუთხით ის იძიებს და უნდა რომ მიაღწიოს და კიდევ უფრო დიდ თევზს მოაჭრას თავი ასე ვთქვათ ძალიან ხო როდესაც შემოაცოდა მეტი პატივისცემა გამოიჩინა. რა? ცოტა მეტი პატივისცემა გამოიჩინა. კიდევ ერთხელ გაიმეორე. აი ეს სოფლიოში საუკეთესო დირიჟორია და თუნდაც ამის გამო მცირაოდენ პატივისცემას იმსახურებ. შენ იცი ეგ ვინ არის? ვიცი. დენ გამაგები. შენ ებრაელი ხარ? ებრაელი ვარ, მაგრამ ადამიანიც ვარ. დენ გაიხსენე მისი წერილი. მისი ანტისემიტური წერილები გაიხსენე. აი რო თქვენ მოჩვენეთ ერთი არა ებრაელი, რომელსაც ანტისემიტური განცხადება არ გაუკეთებია და გაჩვენებთ სამოხის კარს. აი არ არის მზა რეცეპტი ან მზა პასუხი რომ ეს არის ცუდი ერთპიროვნულად ან მეორე პერსონაჟი ფურტვენგლერი თუ ეს ქალი მართალი ან კარგი პერსონაჟია დადებითი არ არის ზუსტად ამაზეა რომ ჩვენ ადამიანები ხშირად თვითონ ეგრეთ წოდებული სამართლიანობის თუ სიმართლის დადგენისთვის სამართლო გზებით მოქმედებთ ზუსტად ისევე როგორც მანამდე ვთქვათ ის მომდევნო რაღაცა ძალა და ბოროტება და რა თქმა უნდა შეცდომას უშვებს მე ვიცი რას აპირებთ თქვენ გიდაცომის განათქვთ თქვენ გიდაცომის კონსოლზე დაწვათ არა ქალბატონსაც ჩვენ უბრალოდ სიმართლის დადგენას ვცდილობთ ისი სიმართლე გამარჯვებულების კუდრების განადგურებულების სიმართლე არ არსებობს ხო გახსოვთ ვოლტერმა რომ დაუკრა ბერლინის სარდაფში არაულ როიალზე მახსოვს მე ამიტომ უნდა დაწვათ არა ქალბატონო მე ერთი უბრალოდ ქალი ვარ სანთებელას კი არა მაქვს აი ჩემი სავიზიტო ბარათი რამე თუ გაგჭირდებათ საჭმელი სიგარეტი წამალი ან სხვა რამ დამირეკეთ გამომართ ასე მგონია რომ კოცონზე გინდათ რომ დაწვათ საით გავიდე მე ვერ ვნახე სრულყოფილება სამყაროში სადაც შეიძლება თქვა რომ აი სამაგიეროდ იქ სადღაც არსებობს აი ესეთი რაღაცნაირი ნამდვილი სიმართლის ძიები მაძიებელი ადამიანები რომლებიც არ უშვებენ გადაცდომასაც კი აქ ამაზეა რომ რამდენიც სწორია უკომპრომისო იყო და არაპატიო ადამიანს რომელიც ხელოვნებას და პოლიტიკას ერთმანეთში ურევს კი არა და ამბობს რომ ესე გავემიჯნე მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი იმასაც თავის სიმართლე აქვს მაგრამ ამ ქალსაც მეორეს თავის სიმართლე აქვს ჩემ პერსონაჟს რომელიც ამბობს რომ ამ დროს კიდე აი ეს ხდებოდა იქ ხო აუშვიცში და აი ესეთ და უცებ ვიყავით აბსოლუტურად ვითომ არაფერი არ გეხებოდათ უბრალოდ წერდით მუსიკას თუ კომპოზიტორობდით თუ დირიჟორობდით ან თუ რა მოკლედ ხელოვნებასთან ჰქონდა და არ გაინტერესებდა მე გერმანელი ვარ გესმით გერმანელი 33 წელს რომ წავსულიყავი ეს დიდი სირცხვილი იქნებოდა მე აქ ნუგაშისა და გვერდში ყოფნის გამო დავჭი და ეს სულ არის ეს კითხვა ჩვენს თავებშიც ხო ზოგადად ხელოვანის რომ ხანდახან ვფიქრობთ რომ აი გინდა რომ გაემიჯნო ამას ყველაფერს და მართლა აკეთო შენი საქმე მაგრამ ხანდახან მე ეს კითხვა მე აი ეს ჩდება რომელი უფრო ძვირფასია იმ მომენტში შენი ქვეყნისთვის ან იმ რეალობისთვის ან სამყაროს ამათუ იმ მომენტში და სად არის ეს ნამდვილი სამართალი მაგდენილო ვიცოდეთ რა კარგი იქნებოდა აი ამ ზუსტად ამაზე რომ ვიფიქროთ ამაზე მეტი ალბათ
მე საიდან უნდა მწოდნოდა თუ რა გოროდ მოქმედები მე საიდან უნდა მწოდნოდა თუ რა ჯალათები იყვნენ ღმერთო რატომ არ წავედი აეგრძალა დაკვრა გერმანიაში მაგრამ დაჭერამდე საბრალდებოს გამომდე ვერ მიიყვანა და წავიდა რუსეთში იმიტომ თავისუფალი ხარ წაბრძანდით მაგრამ ერთი რამ ხომ შეძლო დაგაფიქრეთ მე მგონი მთავარი ეს არის ჩემი წერტილი ამ ჩემ პერსონაჟის აი რაღაცა ისე რომ ხანდახან არის რომ შეიძლება უფრო მეტი გააკეთო ვიდრე ციხეში ჩასვა ადამიანი რომ დააფიქრო თავის რაღაც ეს უფრო რთულია მე ამას მივხვდი რომ შეიძლება ციხეშიც იყო და ვერ მივხვდე შენ ბრალს ასე ვთქვა ისე გამოხვიდე რომ საერთოდ არაფერი არ შეგეხოს და შეიძლება დადიოდე ყოველდღიურად და ყოველწამიერად და ხვდებოდე რამდენი შეცდომა დაუშვი მე ვერ შევასრულე დავალება მე ვერ მიგიყვან საბრალდებოს კამა თანაც ყველა თქვენს მხარესა ბრიტანელების ვისბადენის კომისია რამ ერთი რამ ხო შეიძლება აგა თავისუფალი რუსები ელოდები უნდა იყო ადვოკატი საკუთარი როლის თუ ეს არ არის ანუ ის ცუდიც და კარგით ჩემთვის მისაღები უნდა გახდეს რომ სხვანაირად ის სიმართლეს ვერ ვახცევ მე აღარ ვფიქრობ იქ ის არის სიმართლე რომ ცოდნა თქვენ ყველას აი ბოლოს უგულო გაუნათლებელი ქალი გონიო და მე ჩემის მე ვნახე დამწვარი ბავშვების ცხედრები და მე არ მაინტერესებს რა ხელოვნებას და რა ბეთჰოვენს როგორ დირიჟორობდა იმას თავის სიმართლე აქვს ყველას თავის სიმართლე აქვს ხო აღარ შემიძლია აღარ შემიძლია თქვენ ყველას გაუნათლებელი გაუზნელი ქალი გონიოთ უგულო თქვენ არიცით რა მაგდალა მე ვეღარასდროს დავიძინე მშვიდა ვეღარასდროს დავიძინე ჩვენ არ ვიცით ჩვენ არაფერი გვესმის ნამდვილი ხელოვნების არსი მხოლოდ ტირანებს ესმის მე როგორ მოვიქცეოდი ის ადგილას სიმამაცეს მოვხმობდი არა მგონი და თქვენ მგონი ორივე ბრძანებებს დავემორჩინებოდი კრიტიკოსი ლელა ოჩიაური სპექტაკლის შეფასებისას აღნიშნავს ლევან წულაძეს დირიჟორი საზოგადოებისთვის მორალის წასაკითხათან სწორ გზაზე დასაყენებლად არ დაუდგამს. ეს ზოგადად მისი სტილი არაა. რეჟისორი მოქალაქე ყვება ამბავს, ასეთ ამბავს ყვება და ასე აჩვენებს და კი არ ძალადობს მაყურებელზე, არამედ პირად არჩევანს თავაზობს. მას ანდობს გარკვევას, შეფასებას, უნდა გაიმიჯნოს თუ არა ხელოვნება და პოლიტიკა და თუ ასე ხდება, რა შედეგი აქვს ხოლმე ასეთ გამიჯვნას. მაყურებელმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს ვინ ვინაა, ვინ მართალია, ვინ არა, ვინ იქცევა სწორად და ვინ თვალთმაქცობს, ვის ეშინია და ვინ გამბედავია. პირველად როცა გადავწყვიტე ამის დადგმა, გამახსენდა ძალიან კარგი რომანია ლოკოკინას გზა. არის შესანიშნავი სადა იქ არის ამ რომანში ვილი ბრანდს დაყვება სპეციალი და როგორ შინაგანად იხდის ბოდიშს რომ პოლიტიკოსთან არის ნობელის პრემიის ლაურეატია და პოლიტიკოს დაყვება თითქოს ვილი ბრანტის იდეების გასავრცელებლად მაგრამ და იქ ამბობს რომ ეს ლოკოკინას გზა არის ყველაზე პირდაპირი
იმით ლოკოკინა დადის ყველაზე კარგათო, ყველაზე ეფექტურად, იმიტომ რომ ეს მილიმეტრს წრის, მიკრონსაც კი არ აკეთებს ზედმეტ ნაბიჯს. იმას ზუსტად იცის სად მიდის და ამიტომ აკეთებს ყველაზე პირდაპირ ხაზით მიდის. ჩვენ დავდივართ მეთი ზიგზაგებით და ლოკოკინა არის ყველაზე მიზანმიმართული ქმნილება. ნუ ესეთი მხატვრული ალუზია აქვს ესეთ შექმნილი და მე მივხვდი რომ აი ეს ლოკოკინას გზა უნდა გქონდეს ყველას. არ უნდა გადაუხიოს შენს წამს. ნელა შეიძლება ეს ანიშნოს იხტუნაო და მას შექმნა შენ ცხოვრებისგან ცირკი, მაგრამ ეს ლოკოკინას გზა უნდა გაიარო.